მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ გავაკეთებთ ჩვენ ტრადიციულ გაშლას, კვირის პროგნოზი. ვნახოთ, რას მოგვიტანს ჩვენ უკვე ახალი კვირა, უკვე თებერვალი დაიწყო, ხო, დღეს 1 თებერვალი და აბა ვნახოთ ჩვენ თებერვალის პროგნოზი უკვე მიდევს, თქვენ უკვე ალბათ ნახავდით, ვინცაც არ უნახე, ნახეთ. და ვნახოთ ახლა ჩვენ, ესე იგი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვნახოთ ჩვენ რა ენერგიებში ხართ ახლა, თქვენი ეს გაშლა თუ არა, რო თქვენ ახლა ოდნავ თუ რეზონირდება, მაინც უყურეთ, დღეს ორ ახალ დასტაზეც ვიმუშავებ, ჩემი მასწავლებელი როგორც ყოველთვის მანებივრებენ, დიდი მადლობა და დიდსაჩუქრად მივიღე ასეთი მშვენიერი ორი დასტა, დღეს ვნახოთ აბა რას გეტყვიან, ძალიან საინტერესო და ულამაზესი დასტები არიან. ვნახოთ და რა თქმა უნდა ყველას დიდ მადლობას გიხდით კომენტარებზე, ყველაფერს ვკითხულობ, ეს არის ჩემი ბალზამი და რო თქვენ მადლობა რომ ასე ძალიან მაღლა აფასებთ თქვენ ჩემს შრომასაც არ დავარქვენ მაგას, ეს ჩემი სიამოვნება თქვენ რომ გაგახაროთ რა, ყველას ჩვენი მისია გვაქვს, ხო? ვნახოთ რა ენერგიებში იქნებით, რა მითითებები გვექნება ჩვენ მომდევნო კვირის განმავლობაში და სულ დამავიწყდა კიდე დონატებზე ძალიან დიდი მადლობა ვხედავ ხოლმე და არ მithქვამს თქვენთვის რომ ნამდვილად მადლობელი ვარ ჩემო კარგებო რა ვაპატიეთ რომ აქამდე არ ამიღნიშნავს ეს რომ თქვენ ზრუნავთ ჩვენს არხზე. მოდით ვნახოთ ეხლა, აი ეს დასტა ვნახე და მომეწონა ძალიან კარგად მუშაობს ხოთაშორის აი კარიერაზე, ფინანსებზე და ვნახოთ დღეს კარიერაზე ავიღოთ. იცით როგორც რა ეხლა რა ხდება, რომ ეს სიგნიფიკატორებით იყოს რა და რას მოგიტანთ თქვენ მომდევნო კვირა. აი ასე გავაკეთოთ. იგივე ვნახოთ ფინანსებზე. ნუ აქ კარიერა იცით თქვენ ხო, ხა ვინც პირველად არის, აქ კარიერა, ბიზნესი, ვის რა გაქვს, სწავლა ზოგისთვის შეიძლება იყოს რა, მეტრო საჯარო გაშლა გვაქვს, ყველაფერი შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია ყველანაირი. კიდე არის რა ხდება ეხლა ფინანსებში და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენ მომდევნო კვირაში. და მინდა მანარა ავიღო. მანარა იცით თქვენ უკვე ხო, ბევრს უყვარს ეს დასტა. ჩემ მოსწავლეებს უეჭველი უყვართ. იცი, ვნახოთ ეხლა რა ხდება თქვენ ურთიერთობაში ეხლა და რას გვეტყვის ჩვენ დასტა მომავალ კვირაში, რას უნდა ელოდოთ. შეიძლება გამოვიყენო კიდე ეს დასტა. ნუ ჯერ მანარას ვნახოთ. Так, ვისთვის რა კარგი რაღაცა ხდება აქ. ნუ ეხლა შეხედეთ, ეხლა მე აქ შემიძლია გითხრათ თქვენ რა, ნახეთ. აქ პირველ რიგში თქვენი ცხოვრება ეხლა მიმდინარეობს ძალიან, აი როგორ აქ არ არის რაღაცა ჩქარი ენერგიები, თქვენ შეიძლება ეს ვისთვის იქნება გაშლა, ნახეთ რამდენიმე ვარიანტს გეტყვით. პირველ რიგში ადამიანს, რომელიც შეიძლება თქვენ ეხლა იმყოფებით აი თქვენს სულთან, თქვენს თავთან მარტო. აი ან როგორი მდგომარეობა შეიძლება თუნდაც ეხლა ყავდეთ ოჯახი დაუშვოთ ხო, საჯარო გაშლა გვაქვს, ანუ თქვათ ეხლა მუშაობთ კიდევაც საზოგადოებაში ხართ, მაგრამ უფრო გირჩევნიეთ და უფრო გიყვართ თქვენს თავთან მარტო ყოფნა. იმიტომ რომ მაგ დროს თქვენ შეიძლება რაღაცას ფიქრობთ, აანალიზებთ სიტუაციას, ანუ რაღაცნაირად აი უფრო მიყვარს ჩემთვის ყოფნა, ეს მე არ მაწუხებს, ეს მე მაძლევს სრული გარმონიას, იმიტომ რომ თქვენ აქ შეიძლება ფიქრობთ მაგ პერიოდში თქვენს ახალ ცხოვრებაზე, ხო? აი რა მინდა, როგორ მინდა, შეიძლება სწავლობთ რაღაცას და გინდათ რომ აი არავინ არ შემეშალოს ხელი, იმიტომ რომ მე ახლა რაღაცა ახალისთვის ვემზადები. და აქ კიდე არის ადამიანი, რომელიც ისედაც რო ვთქვათ, სულ სწავლობს რაღაცას, მაგრამ უყვარს როგორ ისწავლა, აი ჩემს თავთან მარტო როცა ვარ, ხო? აი რაღაცას შეიძლება ვთქვათ, ფიქრობთ ბევრ რამეს რა. ანუ აქ არის როგორი სიტუაცია, აი
თუ დაუშვათ მაინც პენტაკლებია გვერდზე შემიძლია თქვა რომ შეიძლება ზოგი ფიქრობს თქვა აი როგორ შევცვალო ჩემი ცხოვრება როგორ გავაკეთო ისე რომ ჩემ ცხოვრებაში ახალი შემოსავალი მოვიდეს ახალი სამსახური ახალი ცოდნა დაუშვათ ხო კიდე რა შემიძლია ვისწავლო დაუშვათ ნუ აქ არის ნამდვილად ადამიანია რომელიც არის როგორ იცით რაღაცა ეტაპი აქ გამოვლილი თან ძალიან სერიოზული ეტაპია გამოვლილი და ბევრი რაღაცა გააცნობიერა და უკვე იცის რომ ანუ იცით როგორ აი ხა სიმშვიდე მოდის რა აი მშვიდად ვფიქრობ მე იმაზე და მჯერა იმისი რომ ჩემი ცხოვრება შეიცვლება მჯერა იმისი რომ ჩემ ცხოვრებაში დადგება ახალი ეტაპი იმიტომ რომ ვთქვა ახლა ნუ განდეგელი არის საერთოდ ესეთი ენერგია როცა დაუშვათ ახლა გმაყოფილი ვარ მე იმით რაც მე მაქვს დღეს აქ შეიძლება ის თანხებიც რაც შემოდის თქვენთან დღეს არ უნდა იყოს თქვენ აი ამ ენერგიების მიხედვით უკმაყოფილო რა შეიძლება არ არის იმდენი თქვათ რომ დავარქვა ჩემი თავი ну თქვათ უფრო მეტი არა მაგრამ ის რაც მოდის მე პრინციპში მყოფნის იმიტომ რომ განდეგელი არის ესეთი ტიპი რომ მაგას რაც აქვს მაგას ეს ყველაფერი ნამდვილად ყოფნის ნამდვილად აქ არ არის, იცით როგორი ენერგია არ არის, რომ მე რაღაცა მაკლია, მე რაღაცა კიდე მინდა. ну, არა, მინდა არა. აი ნაკლებობის არა აქვს ადამიანს ენერგია, რომ თქვა, მე რაღაცა მაკლია. არა, მე კარგად ვარ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ იმაზე, რა შემიძლია კიდე გავაკეთო, რომ კიდე დაუშვათ მქონდეს უფრო მეტი და უფრო ჰარმონია მქონდეს გულში რა, აი ეგეთი ენერგია მოდის რა. თქვენ აქ უეჭველი გადეხართ რაღაც აი სულიერ ტრანსფორმაციას. ეს არის ძალიან მაგარი, როცა შენ სულთან ზიხარ და შეგიძლია საუბარი. ვნახოთ ახლა ჩვენ აქ დამატებაც არ მინდა არაფრის, ისედაც გასაგებია თუ იცანით თქვენი თავი, რას მოგიტანთ თქვენ მომდევნო კვირა. რას მოგიტანთ? ну, ეხლა ნახეთ, აქ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ რაც გაქვთ ჩაფიქრებული, აი ეს აუცილებლად ასრულდება, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან დიდი სურვილი გაქვთ. შეიძლება თქვენი აი ესეთი გემრიელი, ასე ვთქვათ, ენერგიით მოიზიდავთ იმას, რაც თქვენ დიდი ხანი გჭირდებოდეთ. ეს შეიძლება იყოს, სხვათა შორის აქ არის გამოჯამრთელება, თუ ავად იყავით დაუშვათ. აქ ნამდვილად დასტაბილურდება ყველაფერი. აი დაუშვათ, ახლა ნუ მე იცით თქვენ ჯანმრთელობაზე არ უყურებ, მაგრამ როცა მოდის ესეთი ენერგიები, მე აუცილებლად მაგას გეტყვით, ხო? აქ თქვენ მოიზიდავთ ახალ ნახეთ, ვინც მუშაობს კლიენტებთან, ხო დაუშვათ. ახალ კლიენტებს მოიზიდავთ თქვენ და ის კლიენტები დარჩებიან თქვენთან. იმიტომ რომ გმაყოფილები იქნებიან იმით, რაც რომ დაუშვათ თქვენ რითიც დაეხმარებით, ხო? არ აქვს მნიშვნელობა რა შეიძლება მაღაზია გაქვს, შეიძლება თქვათ ახლა კიდე რაღაც სხვა. კიდე აქ არის როგორ იცით, თქვენ მოგიზიდავთ რაღაცა კიდე პენტაკლების მაინც აქ არის პაჟი, სწავლა, იმიტომ რომ პენტაკლები ყოველთვის იმას აჩვენებს, რომ აი რაღაცა მინდა, იმიტომ ეს პენტაკლების პაჟი მე მაინტერესებს, მე მინდა რაღაცა ვისწავლო. მე-15 არკანი აჩვენებს იმასაც, რა ითქვა, ეზოტერიკას, ან თუნდაც იმას, რაც მე მინდა. თან პლუს კიდე ეს ფულის ენერგიაც არის რა. აქ არის უფრო რაღაცნაირად იცით, მოიცადეთ ეს კიდე სხვათა შორის აქ შეიძლება ვიღაცისთვის, აი ნახეთ უკვე წამიყვანეს ურთიერთობაზე, ზოგისთვის იქნება სიტუაცია როგორი. თუ დაუშვათ თქვენ ფიქრობდით ვიღაცაზე, ადამიანი იმედი მაქვს ძალიან დიდი, აი ძალიან დიდი, რომ ჩემთან არხზე აქ არავინ არ არის ისეთი ადამიანი, ვინც სარგებლობს რამე მაგიური ჩარევით. აი ძალიან მინდა რომ ეგეთი ადამიანები ჩემ არხზე საერთოდ არც შემოვიდნენ. აი ძალიან მინდა რომ ჩემთან არის ეკოლოგიურად სუფთა მიდგომა და ამიტომ მე აქ გამოვრიცხავ იმას, რომ აქ ვიღაცა აკეთებდა რაღაცა ჯადოებს იმ ადამიანზე, რომელიც თქვათ ახლა უნდოდა და ძალით. ახლა ნახეთ, აქ მე მქონდა სხვათა მომწერეს ერთი პირადში შეკითხვა იყო რიტუალებზე. ნახეთ, შეიძლება გააკეთო მედიტაციები, შეიძლება გააკეთო რიტუალებიც,
მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა უნდა იყოს. რას ნიშნავს ეს? სიტყვაზე შენ იცი რომ შენ ადამიანს უყვარ ხარ, შენ ამაში დარწმუნებული ხარ, ხო? შენ იცი რომ თქვათ დაუშვოთ ახლა მაგრამ ეს ამ შემთხვევაში გაქვს სიტუაცია როცა თქვათ დაშორებულები ხართ ან რაღაცა მედიტაცია შეიძლება გააკეთო იმ მედიტაციაში ხო რომელსაც მე ვაძლევ აი მაგალითად ხო იმ მედიტაციაში შენ ეკოლოგიურად სუფთად იზიდავ ადამიანის ენერგიას, შენ მას აძლევ სიყვარულს, შენ მას მაგით აგონებ იმას, რომ მეც მიყვარ ხარ რა და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სიყვარულის და ყველაფერი ურთიერთობაც უნდა იყოს ნებაყოფლობად და არა იმით, რომ მე რაღაცა ჩარევებს ვაკეთებ, იმიტომ რომ თუ ამას აკეთებ, თქვენ იცოდეთ, აი თქვენთვის არის ეს ინფორმაცია, თქვენ გიქნებათ, აი უკან დაგიბრუნდებათ ყველაფერი აბსოლუტურად, ეს იცოდეთ კარგად. თუ ვინმე აკეთებს მაგიურ ჩარევებს, თქვენ დაგიბრუნდებათ ეს უფრო გეუბნებით. თან ძალიან დიდი ნაკადით. ვინც ამას არ აკეთებს, თქვენთვის ინფორმაცია მოდის ისეთი, რომ ადამიანი, რომელიც ნამდვილად შეიძლება თქვენ გულით, სულით სურდათ, აქაც ნახავთ ჩვენ, გსურდათ, რომ ეს ადამიანი დაბრუნებული იყო თქვენთან და თქვენ უშვებდეთ ამ ადამიანის მიმართ თქვათ სიყვარულს, ის ადამიანი დაბრუნდება. იმიტომ რომ იმასაც გულის ტკივა, იმასაც გქონდა პერიოდი, ან თქვენ ორივეს შეიძლება გქონდეთ პერიოდი, იმისი რომ გეფიქრათ, აქ შეიძლება მაჩვენონ, რომ აქ არის კარმული ურთიერთობა არ არის ადვილი, იქ არის ბევრი ტკივილი, მაგრამ ეს ტკივილი ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ გავიზარდოთ და შევიცვალოთ. და კიდე თუ დაუშვათ, აქ იყო ფინანსები თქვენი ცხოვრებიდან, როგორც მოდიოდა, ისე მიდიოდა, იცოდეთ, რომ თქვენ ნამდვილად აქ შეიძლება რამეს ისწავლეთ ისეც, რაც პირიქით მოიზიდავს თქვენ ცხოვრებაში ამ ფინანსებს, რაღაცა გზა გაგეხსნებათ უეჭველი, კი. აი ეს პერიოდი, რომელიც, აქ გითხარით, ვინც რაღაცებს აკეთებდა, დაგიბრუნდება ძალიან მწარედ, ვინც არაფერს არ აკეთებდა და ეს უბრალოდ ეხება თქვათ ფინანსებს, თქვენ გამოდიხართ მტკივნეული პერიოდიდან, რომელიც ის მთავრდება ეს პერიოდი და თქვენ აქ რაღაცას ისეც ისწავლეთ, რაც თქვენ მოგცემს ძალიან დიდ წინსვლას. და ვისაც გქონდა შეჩერებული სიტუაცია, აქ ეს სიტუაციაც დამთავრდება და თქვენ გადადიხართ ახალ ეტაპზე, იმიტომ რომ აქ შეიძლება რამე შეტყობინებას მიიღებთ, ხო? აქ შეიძლება იყოს სხვაობაზე, ასაკში შეიძლება იყოს სხვაობა, ხო, ან მენტალში. ხო, სხვათა შორის მთხოვეს რომ გაშლა გამიკეთებია წყვილებზე, სადაც ქალი უფროსი, გავაკეთებ აუცილებლად და თუ ვინმე რუსული იცით, მე მაგ არხი რუსულად, იქ სულ მაგ თემაზე მაგ გაშლები საერთოდ და შეგიძლიათ ნახოთ. აქ უეჭველი რაღაც გვაჩვენებენ ჩვენ ახალ ეტაპს, აქაც პენტაკლების ტუზე, აქაც პენტაკლების ტუზე. ახალი ეტაპი რაღაცა მაინც იწყება, ახალი თვე, ახალი ეტაპი ალბათ, ხო, ახალი პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ უკვე სფეროებზე გადავალთ. ეხლა რა ხდება თქვენთან სამსახურში? აქ შემიძლია გითხრათ, რომ ეს უეჭველი იქნება ინფორმაცია იმ ადამიანებისთვის, ვინც მუშაობს და ის სამსახური, ან ის საქმე, ან ის სწავლა, ან ის ბიზნესი თქვენთვის არის სასიამოვნო, თქვენ ეს გიხარიათ, თქვენ ეს მოგწონთ. ეს უეჭველი თქვენი გაშლა იქნება. ან თუ დაუშვათ ვინმე თქვა, ოჯახში თუ მუშაობთ, იმ ოჯახში ძალიან კმაყოფილი ხარ. ან შეიძლება თქვენ დაუშვათ ვაფშე აქ შეიძლება სახლში მუშაობთ დაუშვათ და იქ თქვენ ყველანაირად გიწყობენ ხელს, რომ თქვენ გქონდეთ საშუალება იმისი, რომ თქვენ გემრიელად, რომ თქვათ, მე ვიმუშაო ჩემს სახლში. ანუ ყოველ შემთხვევაში ის რითიც ხარ დაკავებული, თქვენ გსიამოვნებს. და აქ არ არის ესეთი ენერგია, რომ თქვათ, აი რაღაც ცუდად გრძნობთ. თუ ძალიან ცუდად არის ყველაფერი, თქვენი პოზიცია ეს უეჭველი არ იქნება. იმიტომ რომ აქ ვაჩვენებენ, როცა ადამიანი არის კმაყოფილი იმით, რასაც აკეთებ და საერთოდ usმინეთ თქვენს სულს, თქვენს ანგელოზებს usმინეთ ყოველთვის, იმიტომ რომ აი აქ შეიძლება თქვენ სიჩუმეში, მედიტაციაში მიიღებთ პასუხს ისეც, ანუ მიიღეთ რა უნდა გავაკეთო მე ისეთი, რომ მეც მსიამოვნებდეს, სხვათა შორის
მოიგონეს აქ ვიღაცამ დაჟე დაიწყო ალბათ ან წიგნის წერა, ან ხატვა დაიწყეთ, ან რაღაცას თქვენში აღმოაჩინეთ, თქვათ ლექსების წერა, სიმღერის, თქვათ მუსიკის წერა დაიწყეთ რა. შეიძლება აი აქ თქვენ მარტო რო იყავით, თქვენს თავთან რაღაცა გაიხსნა თქვენში ახალი, ან გაბედეთ ბოლოს და გამოუშვით, თქვა დაუშვით თქვენი რაღაც, ხო? ამიტომ კმაყოფილი ხართ, ხო? შეიძლება თქვათ, ნუ აქ ბევრი რამე გითხარით რა, აქ ესეთი ენერგია, როცა ადამიანი არის განთქმულის ენერგიაში, ის ფიქრობს რაღაცას, ხო? ის ეძებს გზას, კიდე რა შემიძლია გავაკეთო, ხო? იმიტომ რომ კი ზოგჯერ შეიძლება მეშინია, მაგრამ აქ ამ შემთხვევაში даже ვერ ვეტყურა გეშინიათ. პირიქით, თქვენ ახლა აქ უკვე ხართ ისეთი ადამიანი, რომელიც პრინციპში ფიქრობს, კიდე რა შემიძლია გავუშვა მე სამყაროში, იმიტომ რომ სამყაროს, ნუ გინდათ ახლა ფინანსებზე რო გადავალთ, ისედაც გეტყვით, რომ საერთოდ სამყაროსგან ჩვენ იმდენს ვიღებთ, რაც ახლა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. აქ ახლა ნუ ვიღაცისთვის პატარა პროცენტისთვის, სხვათაშორის აქ შეიძლება იყოს შეჩერებული ნაკადი ფინანსური, შეიძლება ზოგისთვის იყო აქ შეჩერებული ფინანსური ნაკადი. ან შემოდიოდა, როგორც გითხარით, იმდენი, რამდენიც თქვენ გჭირდებოდათ. შეიძლება даже ზოგისთვის აი აქ ბევრი ფულიც შემოვიდა, მაგრამ ვერ ეგრძენით ეს ფული. ვერ ეგრძენით და მაგრამ აი აქ გვაჩვენებენ, რომ უკვე ამ სიტუაციიდან გამოდიხარ თქვენ. და აბა ვნახოთ კიდე კარიერას დაუბრუნდებით ჩვენ, ნუ შეხედეთ. რა კარგი მოდის სიტუაციები. ნახეთ, თქვენ აი აქ კიდე ნახეთ, საერთოდ ეს არის კომფორტის ზონა, კარგად ვარ, მაგრამ ეხლა თქვენ შეიძლება აქ დაგაყენებენ არჩევანი კი არა, აქ დაჟე როგორ არის, იცით, აქ არჩევანიც არის გაკეთებული, აქ არის გულით გაკეთებული არჩევანი. უბრალოდ ეხლა შემიძლია გითხრათ, ძალიან ბევრი შეიძლება გქონდეთ მუშაობა, მაგრამ ეს თქვენ გესიამოვნებთ, თქვენთან მოდიან გეუბნებით, ანუ თქვათ, თუ რამეს ასწავლეთ, იმიტომ რომ განდაგელი არის ეს ტიპი, რომელიც თქვათ, ნუ ტრენინგებს ატარებს, სემინარებს ატარებთ, მასწავლებელი ხართ, ხო, ეს მასწავლებლის ენერგიაც არის რა. ნუ რაღაცას ასწავლეთ შეიძლება, ხო? იცოდეთ, რომ თქვენ აი აქ არჩევანი იქნება თქვენზე, იმიტომ რომ კარგ ენერგიაზე ხართ. ეს 10-იანი თასების ეს არის როგორ მე კარგად ვარ და მე მზად ვარ, რომ ეს ჩემი სითბო, ეს ჩემი სიყვარული, ეს ჩემი ცოდნა თუნდაც, ხო, ვაჩუქო სხვებსაც. ანუ მე ვარ ბედნიერი და ანუ მე მომწონს, მე მაგ ის ენერგია, რომელიც მე შემიძლია სხვასაც გავუზიარო. ეს საერთოდ მასე მუშაობს, რომ იცოდეთ თქვენ. და ამიტომ აქ თქვენთან წამოვლენ ვიღაც ადამიანები, ვისაც სჭირდება თქვენი ცოდნა, რაღაც შეიძლება კი, ნამდვილად აქ არის როგორი სიტუაცია, ნახეთ, სრულიად მოულოდნელად შეიცვლება სხვათა შორის კიდე რა. თუ დაუშვა აქ ნახეთ, თქვენ გეკნებათ სხვანაირი, აი დაუშვათ მუშაობდეთ თქვენ, ნუ შეიძლება სფეროს შეცვლით, დაუშვათ, ხო? ან დაუშვათ თქვენ ახლა მუშაობდით კლიენტებთან და სულ ისეთი კლიენტები მოდიოდნენ, თქვათ, ან ფული არა მაქვს, ან აი მაღაზიაშიც რო იციან, ხო, შემოვლენა, თვალიერებენ 2 საათი, თან გადაყოლილი ხარ და მერე არაფერს არ ყიდულობენ, მიდიან, ფული არა აქვთ, ხო? თუ კი უნდათ, მაგრამ ფული არა აქვთ, მიდიან. ნუ დაუშვათ ახლა ეგეთი ვარიანტი ავიღოთ, ხო? აი ზუსტად ეს თითქოს აი კლიენტების ხარისხი თუ არის შეიძლება ვთქვათ, ეს იცვლება. იმიტომ რომ თქვენ თვითონაც აი ესეთი ალბათ შეიცვალეთ და რაღაცა აქ რა ვიცი რას ფიქრობდეთ, აქაც კი გვაჩვენებენ ჩვენ რომ იცვლება, ცვლილება მიდის. აი აქ რაღაცა დამთავრდება, რაღაცა პერიოდი, ხო, რომელიც აი ნახეთ აქაც ახლა კიდევაც ბოლოში არის ტუზე, გამოდიხართ რა. ტუზე ბოდეში ხა ისე რა ქვია ხმალების ტუზსაც კი მაჩვენებს რა როგორ გასულ პრინციპში ხმალების მეფე, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას რაღაცას, ხო? ანუ სხვანაირი მიდგომაც გაქვთ თქვენ რა. ანუ თუ დაუშვათ რაღაცა გაწუხდეთ, ის მთავრდება. ხო და აი აქ რო დაუბრუნდეთ, ესე იგი თქვენთან კარიერაში იქნება დიდი ცვლილება. ვიღაცა შეიძლება ნახეთ დაამთავრებ თქვენ იმ სამსახურს, სადაც მუშაობდით. ესეც შეიძლება იყოს და ნახეთ რატო, ან არჩევანის წინ შეიძლება დაგაყენებენ აი აქ.
ნუ 10-იანი პენტაკლები არის ბოდიშით გთასების არის როცა ძალიან კომფორტის ზონაში ხართ რა და ჩვენ ახლა ნუ ვინც ჩემთან უკვე დიდი ხანი ვიცით ჩვენ ხო რომ საერთოდ ჩვენ დედამიწაზე აქ სულ უნდა განვითარდეთ სულ უნდა რაღაცა ვისწავლოთ და როცა შენ უკვე ძალიან კომფორტის ზონაში ზიხარ ყველა ვარიანტში შენ მოგივა სიტუაცია რომელიც მოგცემს ბიძგს რომ შეიცვალ და მით უმეტეს აი კომფორტის ზონიდან ამოგდება ყოველთვის იქნება იმიტომ არის ხოლმე რომ თქვა აი დაუშვოთ ადამიანი რაღაცას მიაღწევს შეიძლება დაუშვოთ ახლა იმდენი შემოსავალიც აქვს რომ ნუ შეუძლია თქვა ახლა თავისი ის რაც აუცილებელი თქვა მისთვის так всё ამომივარდა სიტყვა ქართულად რაც მას სჭირდება რომ დახუროს თავისი სარგებლობები ხო აუცილებელი აი მაგას მაინც ამოგაგდებენ ან დაუშვოთ ნუ რა თქმა უნდა რაც უფრო მეტი ფული გაქვს თუ დღეს შენ 10 ლარზე ცხოვრობ სიტყვაზე 10 ევროზე და ხვალ მიიღე 20 უფრო კარგად ცხოვრობ მაგრამ უფრო მეტი არის თქვა ეხლა ნუ ეს მაგალითს ვაკეთებ ხო იცით ანუ მაგალითს კი არა ცოტა ისეთ შედარებას ნუ უბრალოდ რომ დაინახოთ მიხვდეთ რასაც გულისხმობ ხო უფრო მეტი გინდა რა თქმა უნდა და უფრო მაგრამ მე უკვე იმისთვის რომ შენ მეტი გინდა მე უკვე შენ თვითონაც ხო ცხადებ სამყაროს ხო ეუბნები სამყაროს რომ მეტი მინდა ხო და უკვე რა თქმა უნდა სიტუაცია შეიძლება ისე შეიქმნას რომ დაუშვოთ შენ იმ სამსახურიდან რა სამსახურშიც იყავი განთავისუფლებენ სრულიად მოულოდნელად ხო დაუშვოთ მოდის თქვენი ხელმძღვანელი გეუბნება ბოდიშით განთავისუფლებული ხარ ეს რატო ხდება იმიტომ რომ შენ ახლა იმ სამსახურში სადაც შენ ახლა ხარ შენ იმ თანხას ვერ მიიღებ რაზეც შენ გაქვს თქვა ნათქვამი ხო ბოდიშით სამყაროსთვის და ამიტომ ეს იგი რაღაცა სხვა დონეზე უნდა გახვიდე გაიგეთ რა ხდება ამიტომ ეს შეიძლება იყოს სხვა ორგანიზაცია, სხვა სამსახური და ან სხვა კლიენტებს გამოგიგზავნეთ. თუ დაუშვოთ თქვენ იყავით პაუზაში აქ ხო, რაღაც ნაკადში. ანუ კი, რაღაც უფრო სხვანაირი ის მინდოდა სიტუაციები, აი აქ შეიცვლება, აუცილებლად შეიცვლება. ნუ ამაზე უფრო მეც რა თქმა უნდა ჩვენ ვილაპარაკებთ ახლა ტრენინგზე, პულის ტრენინგი იქნება სულ მალე ვისაც გსურთ კი ბატონო მოგწამდეთ. და ანუ ესე იგი ნახეთ, აქ ნამდვილად, მაგრამ ეს ნახეთ რა ხდება, უფრო სხვა ადამიანები, როგორც გითხარით, შემოვლეთ ისეთები, რომელიც ნამდვილად მოგცემენ თქვენს აღიარებას, გმაყოფილი იქნებით ნამდვილად, ხო? კიდე შეიძლება თუ ბიზნესი გაქვს, რაღაცა რეორგანიზაცია მოხდება რა, რაღაცა შეიძლება ახალი ისეთი თქვათ მოვა თქვენთან თანამშრომელი შეიძლება, რომელიც გეტყვის რომ მოდი აი ასე შევცვალოთ, მოდი აი ასე გავაკეთოთ, მოდი აი რაღაცა საერთოდ რეორგანიზაცია გავაკეთოთ ჩვენთან ახლა ბიზნესში დაუშვოთ, ხო? და ძალიან გმაყოფილი იქნებით. აქ შეიძლება თქვენ დაფიქრდეთ ვთქვათ გუნდში, აი თუ გუნდთან ერთად მუშაობთ, შეიძლება იქ ვიღაცა აი აქ შემოვა ისეთი ადამიანი, რომ თქვათ დაუშვოთ ახლა მართლა ახალ ენერგიას შემოიტანს. შეიძლება იყოს აი აქ არჩევანი, ვინც რაღაცაზე სწავლობს დაუშვოთ, ხო? ნამდვილად მოხდება სიტუაცია ისეთი, რომ თქვენ შეიძლება თქვათ საერთოდ იტყვით, რომ აღარ მინდა მე საერთოდ იმ ინსტიტუტში სწავლა, ვაფშე და ვასრულებ რა, არ მინდა რა უკვე იქ სწავლა, რაღაც არ მოაქვს ის, რაც მე მომწონდა და ვაფშე სულ ახალ რამეს აირჩევთ, მაგრამ იცოდეთ, რომ თქვენი არჩევანი იქნება ძალიან კარგი, ძალიან კმაყოფილი იქნებით, უეჭველი კმაყოფილი იქნებით. შემდეგი ვნახოთ ჩვენი ახლა ფინანსები. ანუ ვისთვის აქ ინფორმაცია, ეხლა რა ხდება. ნუ ეხლა აქაც ფინანსები, ნახე 10-იანი თასები, 10-იანი თასები. ნუ დღეს ეხლა ნამდვილად არ არის გაშლა იმ ადამიანისთვის, რომელიც არ არის მზად ტრანსფორმაციებისთვის, იმიტომ რომ აქაც ნახეთ მე-13 ენერგია ტრანსფორმაციისთვის, ვინც არის მზად, ანუ ეს არის თქვენი გაშლა, იმიტომ რომ აქაც ნახეთ მე-14-მდე არის მე-13, ანუ ვიღაცამ დაასრულა ტრანსფორმაცია და გამოდის იმ ტრანსფორმაციიდან, მაგრამ ნაყოფიერად გამოდის იმ ტრანსფორმაციიდან. ტყვილა თქვენ თუ დაუშვოთ გქონდეთ პერიოდი, რომ იჯექით და არაფერი არ ხდებოდა, მაგრამ თქვენ გქონდათ დრო იმისათვის, რომ თქვენ გეფიქრათ
მისცხრათ თქვენს მომავალ ცხოვრებაზე, იცოდეთ რომ თქვენ აქ ის რა ქვია, უკვე დაეგეწყება ცხოვრება, იმიტომ რომ თქვენ ნახეთ, აქაც 10-იანი თასები, აქაც 10-იანი თასები. მე კმაყოფილი ვარ იმით, რაც მე მაგ დღეს. არა აქვს მნიშვნელობა რამდენი. აი ეს კმაყოფილი, ეს არის ყველაზე მთავარი, ის არის რომ უკმარისობას აქ არ განიცდეთ. არა აქვს მნიშვნელობა რამდენი, მე აქ არ ვლაპარაკობ ახლა კონკრეტულ თანხებზე, თქვათ ხო, ყველას ეს თანხა აქ მისთვის ახლა თქვათ დასაკმაყოფილებელი, მოდით ასე რომ ვთქვათ, ხო? ნუ ყოველ შემთხვევაში აქ თქვენ ფინანსებში არ უნდა იყოთ უკმაყოფილო რა, მაგრამ ეს კომფორტის ზონა არის, ხო გეუბნებით რა? კი ბატონო, აჰა. აქ თქვენ გადადიხართ რაღაც ახალ ეტაპზე. აქაც რადგან რა თქმა უნდა, რაღაც საქმე მაგ და რა თქმა უნდა, ახლა ფული და საქმე ერთი და იგივე ენერგიებში არის აქ. იმიტომ რომ თქვენი აქ შრომა, თქვენ რასაც აკეთებდით აქამდე, ხო? თქვენ ახლა ეს შრომა მოგიტანთ თქვენ უკვე რაღაც შედეგს, იმიტომ რომ აქ უკვე თუ ელოდებოდით დაუშვოთ, ხო, რაღაცებს აკეთებდით. აი ეხლა ნახავთ თქვენ როგორ სიჩქარით შეიცვლება სიტუაცია, ძალიან დიდი სიჩქარით, იმიტომ რომ აქ თითქოს დასრულდება ბრძოლა, ხო? ნუ ბრძოლას რას ეძახე, ბრძოლა ვაფშე არ მიყვარს მე ეგ სიტყვები და რაღაცები რა. იმიტომ რომ ბრძოლა არ არის საჭირო იმისთვის, რომ თქვა გქონდეს ფული და ასე შემდეგ რა, სხვანაირი მიდგომა თუ იცი. ანუ აქ არის როგორ გამოდიხარ რაღაცა მოლოდინიდან და უკვე მოდის რაღაცა, შეიძლება ზოგთან მოვიდეს ვაფშე სხვადასხვა წყაროდან და даже ახალი წყაროდანაც შეიძლება მოგივიდეს თქვენ თანხები აქ. აი რაღაცა სრულიად შეიძლება მოულოდნელად რაღაცა შეთავაზება გქონდეს ისეთი, რომ ანუ თქვათ გააქვთ რამე რამდენიმე თქვათ წყარო, ხო? და ეხლა რომელიმე ისე თქვათ გაისვრის, რომ აი ძალიან გაგიკვირდებათ და იქნებით ყოველ შემთხვევაში კი ძალიან კმაყოფილი, კი ბატონო. ნუ აქ უეჭველები იქნებით ძალიან კმაყოფილი, იმიტომ რომ ნახეთ, იმათთვის, ვისაც გაქვთ თქვენ დაუშვოთ რამდენიმე სამსახური, ხო? ან შეიძლება თქვენ სამსახურს რაღაცას ელოდებით, იცოდეთ რომ ის რასაც შემოგთავაზებენ თქვენ, ხო, შეიძლება გადასვლა მოგიწევს, მაგრამ თქვენ ძალიან ბედნიერი იქნებით, იმით რომ ნამდვილად ანუ აქ უნდა დათანხმდე, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცას კიდე ვიღაცა თუ ელოდებოდა რაღაცა თანხის. აი თქვა დიდი ხანი შეიძლება თქვენ ახლა ხელფასი დაგიგვიანეს, ეგაც შეიძლება იყოს. აქ თქვენ აუცილებლად მიიღებთ მაგას და ძალიან კმაყოფილი იქნებით. თუ დაუშვოთ თქვენ ახლა ნუ რამდენიმე სამსახური გაქვთ, ერთ-ერთი სამსახური თქვენ სრულიად შეიძლება მოულოდნელად მოგიტანოს ისეთი ბედნიერება და ანაზღაურება, რომ გაგიკვირდებათ, რომ ღმერთო არც ველოდებოდი მართლა. აი ნამდვილად შეიძლება даже ამას ახლა ну, აგმეზის კი, აი აქაც ნახეთ, просто შეხედეთ როგორ მუშაობს დღეს ტარო, სამიანი თასების. ანუ უეჭველი ყველანაირად აქ აი ამ სფეროებში თქვენ იქნებით ძალიან კმაყოფილი, ძალიან თქვენი სურვილის აქ რაღაც ასრულება აუცილებლად მოხდება, იმიტომ რომ თუ თქვენ ფიქრობთ იმაზე, რომ ფული მე არა მაქვს, რა გავაკეთო, იმიტომ რომ არის ხოლმე ეგეთი მომენტი, ну აქ ხა განდეგელს ესეთი თემა შეიძლება გქონდეს, მაგრამ თქვენი სიძლიერე მოდის, აუცილებლად მოდის თქვენი სიძლიერე, გამოდიხართ რაღაცა სიტუაციებიდან, რომელიც არ გაძლევდნენ თქვენ მოსვენებას, შეიძლება შეზღუდული იყავით. აი აქ მოდის თქვენთან რაღაც ძალიან დიდი სიახლე, ნახეთ. всё, გადავედით ახლა ურთიერთობაზე. ანუ ვისთვის იქნება ეს გაშლა, იმათთვის იქნება გაშლა, ვინც ახლა თქვენ ხართ შეიძლება ისეთ მდგომარეობაში, როცა გაქვთ რაღაც ან განცდა, ან დიდი ტკივილი, ან შეიძლება როგორ ხართ, რომ აი უკვე არ მინდა ნამდვილად, მე უკვე არაფერი რა ისე ვარ დაუშვოთ, ხო? ну ყოველ შემთხვევაში შეიძლება ზოგმა თქვათ ახლა აქ სამკუთხედი კი ბატონო, ну რაღაცა ტკივილს განიცდით თქვენ, აი აქ შეიძლება თქვათ ახლა ნახეთ აქ როგორი კმაყოფილი ხართ ამ სფეროში, მაგრამ აი აქ ურთიერთობის სფეროში ცოტა მოიკოჭლება სიტუაცია რა, იმიტომ რომ არა ხარ, ან შეიძლება აქ ვიღაცას საერთოდ არანაირი ურთიერთობა არ უნდა, მე აი თქვათ გადახვედით თქვენ უკვე ხართ მხოლოდ თქვათ დაკავებული თქვენი სამუშაო სფეროთი, თქვათ
თქვი ხა არ მაინტერესებს საერთოდ არანაირი უკვე ურთიერთობა, იმდენი გულის ტკენა მივიღე, რომ აღარ მინდა კიდე ეს გამეორდეს რა. ნუ ყოველ შემთხვევაში აი აქ ადამიანი დაციკლული ურთიერთობაზე არ არის ყოველ შემთხვევაში ეხლა ხართ ასეთ ენერგიაში რა. აი ვინც ეგრეა, მაშინ თქვენთვის იქნება ეხლა ეს ინფორმაცია რა იქნება, ეს როგორ შეიცვლება ეს სიტუაცია. ნუ ვნახოთ, так, ეხლა ამას დავმალავ ცოტა, ეხლა მან არა ჩემი. მოდით ვნახოთ ეხლა აქ რა ხდება, რა იქნება. სხვათა შორის აქ პრინციპში ურთიერთობა რა არის თქვენ? რაღაცას გადაიზარდეთ, იცით, თქვენ ეხლა აი ეს ტკივილიც რო იყო, ნუ აქაც ჩვენ ხო გვაჩვენეს, რომ თავრდება რაღაც მომენტები, რომელიც გულს გტკენდნენ, ხო? და აქ კიდევ სიტუაცია სასიყვარულო თემებიც იყო, მაგრამ აქ ნახეთ რა არის ეხლა. შეიძლება ვიღაცასთან მოხდეს სიტუაცია, რომ თქვენ თუ დაუშვოთ, აქაც გვაჩვენეს, ვიღაცა თქვათ, დაუშვოთ თქვენ ვერ აგერჩიეს, ან თქვენ არ დაგაფასეს, მოდით ასე რომ თქვათ, ხო? თქვენ ბევრ რამეს თქვათ თუ დებდეთ და ნუ მოხდა ისე რომ თქვათ ადამიანი თქვათ ნუ ვერ აიტანა იმ თქვენ ბევრ სიკეთეს, მოდით ასე ვთქვათ, ხო? აი აქ ეს ადამიანი გამოჩნდება ვიღაცასთან, იქნება ასეთი სიტუაცია. მოდით ახლა მან არას აღარ გავრისკავ, ახლა აქ საჯაროდ თუ არ დაუზომოთ კი მიყვარს ეს დაშლა, მაგრამ მოდით ვნახოთ ახლა კიდე რას უფრო გვეტყვიან. აქ სამომავლოდ, ესე იგი აქ იქნება როგორი მომენტი, იცით? თქვენ თვითონ აი აქ даже რას გეტყვით, იცით? თუ აი ვინმეს გქონდათ აი ესეთი სიტუაცია, რომ თქვა გულის გტკენდათ ადამიანი, თქვენ მაგას вообще შეიძლება даже თქვით, რომ დავიღალე, აღარ მინდა всё დავასრულებ რა. და вообще ახალი გაცნობა შეიძლება გქონდეთ. სხვათა შორის აი აქ შემიძლია გითხრათ კიდე ვიღაცა არსებობს ადამიანი, ვინც თქვენ აი ნახეთ, ჩვენ ხო ზოგჯერ არ ვიცით, ხო? მაგრამ ვიღაცა შეიძლება არის, თუ მარტო ხართ მით უმეტეს, ადამიანი, რომელიც თქვენ სულ გითვალთვალებს. ეს ადამიანი, აი თქვათ, ნუ ის ვერავის სხვას ვერ ხედავს, მარტო თქვენ გხედავს ეს ადამიანი. ეხლა ეს უკვე ახალი იქნება თუ ძველი, ეხლა რა გითხრათ, ზოგისთვის კი იქნება ადამიანი, რომელიც თქვენ გიყვართ. და რომელმაც აი ეს ტკივილი მოგიტანათ და მაგრამ აქ როგორ არის, იცით, თქვენ ახლა პრინციპში ეს ადამიანი, ნახეთ, რა მოიცადე როგორ კიდე. ზოგადად აქ სხვადასხვა ის მომენტი მოდის რა. კი, სწორია. ანუ ესე იგი ნახეთ, თქვენ აი აქ თავი იმ დონეზე დააფასეთ და ნახეთ, თუ დაუშვოთ, აი აქ როგორი თემა იცით, როცა დავიღალე უკვე ვიყო კარგი გოგო. მოდით აი ეს უბრალო ენით რო გითხრათ, აი დავიღალე რა. რომ ყოველთვის მე კარგი გოგო ვარ, მე გული მტკივა. და თქვენ ეხლა რა არის, იცით, აი იმ დონეზე თქვენს თავს აიყვანთ ხელში და იმ დონეზე თქვენ აქ ნამდვილად იტყვით, რომ მე ვარ აი მართლა ქალი ღირსეული, ხო? მე ვარ აი ქალი, რომელსაც ეკუთვნის ყველაფერი კარგი, ხო? და აი ამ ენერგიაზე თქვენ ამას გამოასხივებთ, ამ ენერგიას და ამ ენერგიაზე თქვენ მოიზიდავთ. ზოგი უკან დაიბრუნებს თავის, თქვათ, იმას, ვინც უყვარს, მაგრამ სხვანაირს, რომელიც უკვე ის გიყურებს თქვენ რაღაც, აი ის ხედავს, ყველაფერს ხედავს და მოვა უკვე სხვანაირად თქვენთან და ზოგისთვის შეიძლება იყოს მართლა, ანუ ახალი გაცნობა ჭირია. აქ ნახეთ, ქალის ენერგია თუ თქვენზე ლაპარაკი. აქ თქვენში რაღაცა შეიცვალა, ხო? აქაც პრინციპში გვაჩვენეს ჩვენ, რომ გადაიზარდე შენ უკვე იმ მდგომარეობას, როცა შენ ახლა თქვა ყოველთვის იყავი კარგი, დაიღალე, აღარ გინდა, всё მორჩა, ეს მორჩა, ჩემი ფასი ძალიან კარგად ვიცი და აქ სხვათა შორის გეუბნები, თქვენ აქ ბევრი ვიღაცები გიყურებენ. რო იცოდეთ, ეხლა შეიძლება ეს ინტერნეტ სივრცე იყოს, შეიძლება სამსახურშიც იგივე ეს მომენტი იყო და სხვათა შორის აქ კიდე როგორი თემა არის, იცით, ეგენი აი დაინახავენ იმას თქვენში, რაზეც თქვენ ოცნებობდით და ნამდვილად აქ მიდის რა მიდის აქ. აი თქვენი ძველი ვერსია მიდის, თქვენ უკვე აღარ ახართ ის კარგი გოგო, რომელიც ახლა ნამდვილად ყოველთვის ვიყავი კარგი, არა, ჩემი თავიც შემიყვარდა, კიდევაც ვიცი,
ჩემი ფასი და ნამდვილად ეს ჩემი ძველი ვერსია მოკვდა ნამდვილად კი აქ გეუბნებით რომ ვიღაცასთან იქნება ან საბედისწერო შეხვედრა ახალი და ზოგისთვის იქნება რომ თქვენ რო შეიცვალეთ ნახეთ საჯარო გაშლა ანუ აქ მე არ შემიძლია თქვა რომ ზუსტად ახლა თქვენი პარტნიორი დამთავრდება აქ რაღაცა ძალიან ძლიერი კარმული გაკვეთილი თქვენ აი ამით გაიარეთ ნამდვილად ნუ ტკივილით რა თქმა უნდა თქვენ მივხვდეთ რომ თქვენ ძალიან ძვირფასი ადამიანი ხართ და ისედაც კარგი ვარ იმის მიუხედავად ხა ვინმე თუ მეტყვის კარგი ვარ თუ არა ვარ კარგი ძალიან მაგარი ვარ ნუ დიდი სულიერი ტრანსფორმაცია ხო გითხარით აქ გამოვლილი აქ ადამიანს უეჭველე რა ამიტომ თქვენი ძველი ვერსია მკვდება всё აღარ არის მორჩა და თქვენი თავის ფასი უკვე გაიგეთ ამიტომ შეიძლება აქ სიტუაცია დასტაბილურდება ვიღაცასთან და ადამიანი აი ჩვენ ხო გეუბნებით რომ ენერგიებით გითხულობთ ერთმანეთს და ეს ენერგია თქვენი უკვე რა თქმა უნდა გადაეცემა აი აქაც ხო არის თუ ადამიანი იყო დაუშვათ ჩუმა თუ იყო აქაც რამიანი ნახეთ ახლა არის ხმალების ეს მტკივნეული სიტუაცია რომელიც იყო შეიძლება გაჩერებული არაფერი მარტო თქვენთვის იჯეკეთ და ფიქრობთ აი მაგას ექნება ძრა ტკივილი დამთავრდება თქვენი ენერგია შეიცვლება და ეს თქვენი ხმალების აი აგერ მეფე დაიწყებს რაღაცნაირად აი უკვე ქმედებას მიხვდეთ აი აქ ვიღაცას ან გეუბნებით რომ შეიძლება вообще სულაც ახალი ადამიანი შემოვიდეს შეიძლება ზოგი вообще დასვას წერტილს და იტყვის რომ აღარ მინდა მორჩა всё დავამთავრე კარგად ბრძანდებოდე და აქ უკვე ну იმიტომ რომ გაკვეთილი დასრულებული არის მიხვდეთ და ზოგისთვის იქნება აი ნახეთ ახალი გაცნობა ხო ხედავთ რა და აქ 50-50-ზე არის რა და იმიტომ რომ გაკვეთილი ვინც გაიარა ხო უკვე თქვენ გადადიხართ რაღაც სტაბილურობაში აქ სუპენ დაკლებებოდეს ხედავთ ნუ რაღაცა მიწიერ დონეზე იქნება აქ გამოვლენილი თქვენი ეგ სიტუაციები რა ნუ დავსვით წერტილი წარსულზე ან დაუშვათ კიდე შეიძლება ახლა საჯარო გაშლა გვაქვს ამიტომ კიდე გეტყვით რომ ზოგისთვის გავუშვათ თქვენ თვითონ შეცვალეთ მიდგომა თქვენს ამ ურთიერთობაზე აღარ ვფიქრობ უკვე ცუდად აღარ ვწყევლი აღარ ვლანძღავ აღარ ვაგინებ ხო აი აქ ხალებს ეს ძალიან ცუდად თვისება აი თქვენ დააკვირდეთ მე არასოდეს არ ვლანძღავ პარტნიორებს იმიტომ რომ მე პატივისცემით ვარ მაგათ მიმართ ვინც არ უნდა იყოს იმიტომ რომ ეს ადამიანები რომელიც მოდიან ჩვენთან დასახმარებლად აი ჩვენ როგორ შევხედეთ სიტუაციას ხო ეს უკვე სხვა თემა არის რა და შენ თუ ყოველთვის ახლა პასუხისმგებლობას მხოლოდ გადადებ თქვა პარტნიორზე ის და სუდიც მიუშვე რომ შენი ბრალი არაფერი კარგი არ იქნება შემოვა ახალიც და იმ ახალთანაც იგივე იქნება თუ შენ არ დაასრულე ჯანსაღად ურთიერთობა იმ ადამიანთან შეიძლება ნუ ვინც ახლა არის თქვა ან უკვე აღარ არის შენ ცხოვრებაში და შენ კიდე გაქვს მაგაზე წყენა და გულის ტკენა იცოდეთ რომ ეს არის ძალიან ცუდი იმიტომ რომ თქვენ ამას აგროვებთ და მე ავანტყოფობები ხდება ძალიან არასასიამოვნოები და ასე შემდეგ იმ ადამიანს თქვენ თუ ფიქრობთ რომ თქვენ მაგას ლანძღავთ და წყევლით არაფერიც არ მოუვა ხო უფრო აი ეს ბუმერანგები და რაღაცები ის იმას თავისი კარმული რაღაც თემები აქ გაევლის მაგრამ თქვენ იცოდეთ რომ კარგს არაფერს არ მიიღებთ მეტუმეტ ვინც ჯადოებს და რაღაცებს აკეთებს ეს 1000,000,000%-იანს გეუბნე გინდა იჯერეთ გინდა რა უბრალოდ თუ გინდათ შეამოწმეთ და აი აქ შემიძლია გითხრათ რომ თქვენ ცხოვრებაში შეიძლება შემოვიდეს ან ახალი ადამიანი ან თქვენი ადამიანი რომელიც თქვენ გიყვართ და ყოველთ განახლებული აქ ნუ სტაბილურობა ურთიერთობაში რაღაც კი ეძლევა ნუ უფრო შეიძლება კი იმ ადამიანთან ვისაც თქვენ ეჭუბეთ და წავიდა კი მაგრამ ვისაც დაასრულეთ ზოგიერთისთვის იქნება უფრო ამას მაჩვენებენ კი უმრავლესობისთვის იქნება შეიძლება რომ ნახეთ ან თქვენ აი აქ რო იჯეკეთ და ფიქრდეთ კარგად და ნამდვილად მივხვდეთ რომ პირიქით
მე გავიაზე, გავაანალიზე, მე ვიცი, მე ხვდები რატო ხდებოდა ეს ყველაფერი, მე მივიღე მადლიერებად ჩემი გაკვეთილები და ამიტომ უკვე შემოდის ასეთი თქვათ დიდი ტრანსფორმაციის განახლებული თქვენ და სტაბილურდება სიტუაცია და ნამდვილად შეიცვლება ბედი, ასე რომ თქვათ, შეიცვლება, გადაიწერება რა, არის ეგეთი მომენტი და განახლებული იქნება ურთიერთობა იმ ადამიანთან, რომელიც თქვენ გიყვართ. და იმიტომ რომ აჩვენეს აქ სიტუაცია, რომ იყო რაღაც არასასიამოვნო შება ადამიანთან რაღაცა ჰქონდათ არასასიამოვნო საუბარი და უცბად გავიდა და თქვენ უკვე ფიქრობთ, რომ აღარა მორჩა, მაგრამ გენატრებათ, ხო? აი თქვენთვის ნამდვილად აქ შედგება რაღაცა სიტუაცია, იმიტომ რომ აქ მაღალი ძალები ნახათ როგორ მუშაობენ თქვენზე, რომ ურთიერთობა აღდგება. ხვდეთ, მაგრამ იქნება სხვანაირი იქნება რა. აქ შეხვედრა ყველა ვარიანტში იქნება. ზოგისთვის ეს იქნება ის ადამიანთან, ვინც გული გატკენათ და ეს პერიოდი დასრულდება და თქვენი შეხვედრა იქნება. ზოგისთვის, რა თქმა უნდა, იქნება თუ თქვენ ელოდებით და მარტოს იჯეკეთ და დიდი ხანი არც არავინ არ ყავდეთ, აქ მე არ გამოვრიცხავ, რომ თქვენ აქ გაიცნობ, შეიძლება даже ინტერნეტში და შეიძლება даже ადამიანი, რომელთანაც თქვა დაუშვოთ თქვენ ცოტა არ მოგეწონათ, აი შეიძლება მაგ ადამიანთანაც დაიწყება რაღაცა საინტერესო და აქაც სამიანი თასებით იხურება ეს გაშლა. რაღაცა ძალიან კარგი და გასახარებელი მოდის ამ კვირაში რა თქვენთან, ყველანაირი სიტუაცია, რაც არ უნდა ხდებოდეს, თქვენ იქნებით ყველა ვარიანტში ძალიან კმაყოფილი. მოდით ასე რომ ვთქვათ, რომ აქ მე ვფიქრობ, რომ უფრო კვირის ბოლოს გვაჩვენებენ, რომ ეს მოვლენები რაც არ უნდა იყოს, ყველაფერი დამთავრდება იმით, რომ თქვენ იქნებით ძალიან კმაყოფილი იმ ყველანაირი იმ სიტუაციებით, რასაც თქვენ მოგიტანთ ეს მომავალი კვირა. ჩემო ლამაზებო, მეც როგორც ყოველთვის გისურვებთ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.